ერთი წელი თითქოს დიდი დროა, მაგრამ უცებ გარბის ხოლმე. ქალთა დღესაც 1000-ში ერთხელ, უფრო სწორად 365 დღეში ერთხელ აღნიშნავთ. ამ დღეს ქუჩები უცებ აყვავდება ხოლმე იებით, ვარდებით, მიხაკებით, ენძელებით თუ სხვა ყვავილებით, რომლის სახელიც კი არ ვიცით. ხედავთ მილოცვებს, მოლოცვებს, გაწვდილ ხელებს, ჩამორთმეულ თაიგულებს, ზოგჯერ მეტისმეტად ბრჭყვიალა და მექანიკურ მილოცვებსაც შევხვდებით. ეს ყველაფერი კი იქამდე გრძელდება, სანამ 9 მარტი არ დადგება. და რა ხდება ამ დროს ავტოსახელოსნოებში? აქ ძირითადად სულ მამაკაცები ფუსფუსებენ. ეს სტატისტიკური მონაცემია. უმეტესად აქ მოდიან კაცები. მოდიან და კაცურად ამოწმებენ. მოდიან და კაცურად ურთიერთობენ. მაგრამ ხანდახან მაინც კაცები მოდიან. არა და ამ ადგილებში ქალებსაც ხშირად ხვდებით. თუმცა ძირითადად აი ასეთი ფორმით. ზოგი ძველია, ზოგიც ახალი, შავთეთრი, ფერადი, გახუნებული, დასვრილი, ხვდებით ცალკე, ხვდებით კოლექტიურად. არა და ზოგადად პოსტერები ხომ ბავშვობიდან მოყვება. ჩვენს კედლებზე იმას ვაკრავთ ხოლმე, რასაც ან ვისაც პატივს ვცემთ. ვაფასებთ. ხო და გადავწყვიტეთ კედლები შეგვეცვალა. და თქვენთვის ის ქალები გაგვეცნო, რომლებმაც განავითარეს ინდუსტრიები. გამოიგონეს ციმციმა, გათბობის სისტემა, GPS-ი, აშენეს, იფრინეს და კიდევ ვინ იცის რა აღარ გააკეთეს ჩვენი პროგრესის დასაჩქარებლად. ქალები როგორც პროგრესის სიმბოლოები. ამისათვის დავამზადეთ ახალი პოსტერები. დავბეჭდეთ, გავემზადეთ და დავიწერეთ. მოვიარეთ მთელი ქვეყანა. ქვეყნები. და ასობით სერვის ცენტრისა თუ სახელოსნოს კედლები ახალი პოსტერებით დავამშვენეთ. გამარჯობა. გაკვირთ ნათქვამი ყველამ თავისებურად მიიღო. მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ მეტი მოგვეყოლა. ეს ქალები ყველა ჩვენთვის ფავორიტები არიან. ხო, არა, ისინი პირველად დავინახეთ, რომელიც ყოველ შემთხვევაში სულ მაინტერესდება ბავშვებთან საბურავი მოიფიქანები და აგე ის ყოფილი. თუმცა ყველა დასაფასებელია აქ. ჯობია სახელმწიფოებში და ნებისმიერ სერვისში იყოს ეგეთი საინფორმაციო პოსტერები. ესენი რა ყოფილიყვნენ ჩვენ სამსახური არ. ესეც უნდა იყოს, ისიც უნდა იყოს. ასე შევქმნით სერვის ცენტრებში პროგრესის პატარა კუთხეები და ჩვენი სიმბოლოები მათ კედლებზე მგონი სამუდამოდ დავტოვეთ. პოსტერების სანახავად თქვენს ქალაქების მოლა არ დაგჭირდებათ. ჩვენ ყველა პროგრესული ავტოსახელოსნოს სიმბოლურად ერთ რუკაში გავაერთიანეთ. და თუ მაინც მიხვალთ და ზეცაც გამოსვლით, ხო კაი, მაგრამ ეს კამპანია მაგაზე ნამდვილად არ ყოფილა.